მოგესალმებით, შემოძულფესებო და კარგებო. დღეს თქვენთვის მინდა ჩავწერო ასეთი საჯარო გაშლა. მოდი ესე მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ ხომ. დიდ გაშლას ვერ ჩავწერ, მაგრამ შევეცდები რომ რაღაცნაირად მოკლე 5 წუთის ფარგლებში ვისაუბრო იმ თემასთან დაკავშირებით. მინდა ელოდოთ თუ არა შერიგებას თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, ხო? ანუ ეს გაშლა ეხება მხოლოდ იმ წყვილს, ვინც არიან დაშორებულები, ან არიან პაუზურ მდგომარეობაში, სტაგნაციაში ურთიერთობის და გაინტერესებთ შერიგდებით თუ არა, ხო? ელოდოთ თუ არა უნდა შერიგებას, ხო, ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ერგო ბალანსისთვის შემოძიფასება და კარგია გქთხოვთ გამოიწვევთ ჩემი არხი და დალაიქოთ და აგულოთ აქ როგორც ქვია TikTok-ში ვიდეო რომ ასე ვთქვათ უფრო მეტად მოხდეს ჩემისა და თქვენ შორის ენერგო ბალანსის გაცვლა, გამოცვლა და ასე ვთქვათ სრული ინფორმაცია მიიღოთ ასეთ ვიცით თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე თუ 100%-ით არა 60% თუ აჩვენებს გაშლაში თქვენ სიტუაციას აი უკვე ვაუა რა და თუ 100-დან 100 გემთხოვათ, როგორც მე ვკითხულობ კომენტარებს ძალიან ბევრს გემთხოვათ, სულ გაშლათ ირგებთ შემგაშლებს, ძალიანიც კარგი მიხარია და მოდი დავიწყოთ ახლა გაშლა, ხო? უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ჩაიფიქროთ სახელები, გვარები, დაბადების წლები თუ არ გაიცნობთ და ვიწყოთ გაშლა. უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. როგორც ყოველთვის დავიწყებ ფონით და ჩვენი ფონური არკანი არის 6-იანი ხმლები. თავდაპირველად სანამ დავიწყებ ამის გარჩევას, არკანებს აღარ ჩამოვთვლი უბრალოდ აღარ გავარჩევ დეტალურად, ანუ ფონად გვაქვს 6-იანი ხმლები, შემდეგ პირველი რიგის არკანებია იეროფანტის შეყვარებულები, 5-იანი კვერთხები, მეორე რიგის არკანებია ორი არკანი თასების ტუზერიანი თასები და ბოლო არკანი ერთი რომელიც დევს არის 4-იანი თასები. მოკლედ როგორი თემა არის იცით მე რასაც ვუყურებ აქ ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა რომ ეს არის სამსახურეობრივი დიდი ალბათობით ის სამსახურებრივი რომანზე მაქვს საუბარი რომელიც ასე ვთქვათ შეიცავს ან შეიცავს თუნდაც დღემდე ხო გრძნობას და პარალელურად გაუგებრობებს წინააღმდეგობებს და ანუ როგორ რანაირად არის იცით თქვენზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის გარე სამყაროს მხრიდან ხვდებით ანუ როგორც იეროფანტი 5-იანი კვერთხები და შეყვარებულები ასე ვთქვათ ნათლად მიგვანიშნებს რომ შესაძლოა ურთიერთობა განვითარდა ასე ვთქვათ სტრუქტურულ სივრცეში ანუ სამსახურში ორგანიზაციაში არ აქვს მნიშვნელობა სამსახურზე მაქვს საუბარი თანაც ეს 4-იანი კვერთხები ხშირად ასახავს კონკურენციას ან შიგა დაძაბულობას ზოგადად ხო აი რეალურად 6-იანი ხმლები და რომ დავიწყოთ ეს არის რეალურად რა ხო რთული ეტაპიდან გასვლა გადაადგილება ასე ვთქვათ ტკივილებისგან ასე ვთქვათ გაქცევა და იმისთვის რომ გათავისუფლდეს ადამიანი ტკივილებისგან 6-იანი ხმლებიდან გამომდინარე ანუ გადაადგილდება უფრო ასე ვთქვათ თავისთვის მყუდრო გარემოში სადაც არ იქნება ეს გაუგებრობები და ტკივილები თუნდაც ხო შესაძლოა ასე ვთქვათ შერიგების მცდელობა უკვე განხორციელდა თქვენ შორის ან ერთ-ერთი მხარე თქვენგან ცდილობს ემოციური დისტანციის შენარჩუნებას თუნდაც დღესდღეობით აწყდება ხო ანუ იეროფანტი არის რეალურად ტრადიციული კავშირი შესაძლოა სამსახურში როგორც აღნიშნულ სტრუქტურულ სივრცეში ან დაწყებული ურთიერთობა იყოს ასე ვთქვათ არის მორალური აი როგორ ვთქვათ დილემები ან გარემოებებით ასე ვთქვათ ნაკარნახები ასე ვთქვათ ჩარჩოები თქვენ შორის რეალურად რაც ხდება შეყვარებულები პირდაპირ გვეუბნება რომ გრძნობა იყო და მნიშვნელოვანი არჩევანიც გაკეთდა ორივე მხარემ ასე ვთქვათ გრძნობებზე რეაგირება მოახდინეთ თქვენს და თქვენმა პარტნიორებს და 5-იანი კვერთხებიდან გამომდინარე წინააღმდეგობები არის ძალიან ბევრი ხო შეიძლება გარე გავლენა იყოს შეჯახება ინტერესებს შორის ხო ან ასე ვთქვათ თუნდაც პრესული ვითარება იყოს თქვენ სამსახურში, ხო? რეალურად ურთიერთობა დაიწყო როგორც ასეთი სერიოზულ გარემოში, რომელსაც გვია ასე ვთქვათ სამსახურეობრივი და სტრუქტურული დაწესებულება, გააქტიურებული იყო თქვენი ურთიერთობა ასე ვთქვათ გრძნობებით და ასე ვთქვათ გრძნობები აშკარად და ემოციები აშკარად ვლინდება ამ გაშლაში, მაგრამ კონფლიქტები და გაუგებრობები ასევე ხშირი იყო და ბევრი იყო თქვენ შორის, რადგან იყო ძალიან დიდი ზეწოლა გარემოს გარეპირებისგან და ასე ვთქვათ წინააღმდეგობებს
როდესაც შეხებოდით თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ერთი მხრიდან და მეორე მხრიდანაც როგორც ასეთი, ხო? რა ხდება ახლა თქვენ შორის თასების ტუზი და რუიანი თასიდან გამოდიოდა ემოციური ენერგია ჯერ კიდევ ასე თქვა თქვენ შორის ძლიერია და სიყვარულის პოტენციალი ასე თქვა გულწრფელი სურვილები დღესდღეობით ისევ არსებობს, აუცილებლად არსებობს, იმიტომ რომ სხვანაირად ამარკანებს ვერ ახსნით, ხო? რუიანი თასები რა არის, ხო? გვეუბნება, თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მხარე ან თქვენ ან ორივე ან ის ხო ემოციურად დისტანცირდებით ერთმანეთისგან, თქოს არჩეთ ეს დისტანცირება, ხო? შესაძლებელია ვინმე უკვე ასე თქვა გავიდა ურთიერთობიდან ან ემზადება ურთიერთობიდან გასასვლელად, ხო? გულის ტკივილებით ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გაკეთდეს ამ ვითარებაში და შესაძლებელი უკვე გაკეთდა კიდევაც და გადაიდგა ეს ნაბიჯი განშორების, ხო? ოთხიანი თასები პირდაპირ გვეუბნება და ცალკეულად ამოდის ეს არის დაუკმაყოფილებლობა, ხო? მოლოდინი, ემოციური პასიურობა თქვენ შორის, ხო? თითქოს არც ერთი მხარე არ მოქმედებს, მაგრამ ორივე ფიქრობთ ახალი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ფიქრობთ, რომ აი ახალი შეიძლება რამე დაიწყოს, ელოდებით კიდევ ასეთ, აი როგორ ვთქვათ, რაღაცნაირად გრძნობთ, რომ შესაძლებელი სიტუაცია მოტრიალდეს თქვენს მხარეს და იქნებ დაალაგდეთ, თუმცა აი რაღაცნაირად მაინც გარიყულები ხართ ერთმანეთისგან და ერთის და მეორე ცელოდებით ნაბიჯებს ერთი მეორისგან, ანუ თავად თქვენ ნაბიჯებს როგორც ასეთი ურთიერთობაში არ დგამთ, ხომ? რეალურად მოდით ესე ვთქვათ, ამ ურთიერთობას საფუძვლად ესე ვთქვათ, უდევს ძლიერი გზნობები და ემოციური კავშირი, რომელიც დიდი ალბათობით სამსახურეობრივ გარემოშია ჩამოყალიბებული და მე დიდი ალბათობით კი რომ პირდაპირ ტყუილ სამსახურეობრივ რომანზე მაქვს საუბარი, პირდაპირ ვთქვათ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები და გაუგებრობები თქვენ შორის იწვევდა გარკვეულ დისტანციას და შეიქმნა დღესაც ეს გარკვეული დისტანცია თქვენ შორის, ხო? გრძნობები ჯერ კიდევ ცოცხალია. თქვენი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. ორივე მხარე თქვენს და ისიც განიცდით ესე ვთქვათ, გაუმხელელ, დაფარულ ემოციებს და იბრძვით საკუთარ თავებთან და ერთმანეთთანაც სხვათა შორის ბრძოლებში ხართ. საკუთარ თავთანაც იბრძვით და ერთმანეთთან მართებაში ბრძოლებთან ხართ, ხო? შერიგების პოტენციალი ამ გაშლიდან გამომდინარე არსებობს, თუმცა რაღაცნაირად მოითხოვს ეს შერიგება გულწრფელ ნაბიჯებს ერთის მხრიდან და მეორის მხრიდან, ხო? და ემოციური ბარიერების გადალახვას, რომელიც ამ ურთიერთობას აშკარად ახლავს და იმ წინააღმდეგობების გადალახვას, რაც ამ ურთიერთობას აშკარად არ აპირია ერთის და მეორის მხრიდან. ნუ კითხვაზე პასუხი ელოდეთ თუ არა შერიგებას, კი ელოდეთ, თუმცა ნუ დაждებით და ნუ დაელოდებით იმ პიროვნებას, ხო? თუ შეგიძლიათ საკუთარ ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე იყოს პასუხისგებლობა და გადადგეთ ნაბიჯი, კი ბატონო, გადადგეთ ეს ნაბიჯი, ნახეთ რა შედეგს გამოიწვევს. ანუ სულ ესეთ ჯდომა და ლოდინი რაღაცნაირად შეგეგებით თუ არა ის განუდგავს თუ არა ნაბიჯი არის სისულელე. რაღაცნაირად უნდა იმოქმედოთ, ხო? როგორც თქვენ, ასევე მან და თუ ასე ვთქვათ ორივე გულწრფელად ერთმანეთს გაესაუბრებით და ილაპარაკებთ და ასე ვთქვათ როგორც ასეთი გულწრფელ ნაბიჯებს ერთმანეთთან მიმართებაში გადადგავთ, ხომ? და ემოციური ბარიერებს გადალახავთ ერთმანეთთან მიმართებაში. კი ბატონო, შერიგების პოტენციალი არსებობს. აი ეს იყო დღესდღეობით ის კითხვა და პასუხი გაეცა კითხვას ელოდეთ თუ არა შერიგებას. იმედი მაქვს, რომ კმაყოფილი დარჩით. დღევანდელი ჩემი გაშლით მოკლე გამოვიდა, რა თქმა უნდა. თუმცა ვფიქრობ, რომ სრული ინფორმაცია მოგეწოდოთ, ხო? რა ხდება, რა მოხდა. რა წინააღმდეგობებია და რას უნდა ელოდოთ და რის საფუძველზე უნდა ელოდოთ, ხო? სულ ეს არის ჩამოძვირფასება და კარგება და გემშვიდობებით. მშვიდობია საღამოს გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში, ხო? ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად და სიცოცხლეში ერთხელ მოვდივართ და რა ვიცი, ესე თავშეთ ერთმანეთს ველოდოთ და აი ეს რაღაცას გააკეთებს და აი მე არ გადადგომ ნაბიჯს და არა, ესე არ შეიძლება, რა თქმა უნდა. თუ შეგიძლიათ საკუთარ ბედნიერებას, ასე ვთქვათ, ხელი და ფეხით შეუწყოთ, თვითონ და გააკეთოთ ეს ყველაფერი, არ ვდელოდოთ ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ ვერ დავიწყებთ საუბარს, თქვენ კაცი ხართ ის ქალი, ხო? ორივე ხართ ადამიანები და ერთნაირი ემოციები გაქვთ ორივე და ორივე, ესე ვთქვათ, ну психика ორივე, ანუ ადამიანებს ზოგადად ერთნაირად უმოქმედებთ, ხო? ნორმალურ ადამიანებს ამ შემთხვევაში და ეხლა ის თუ თქვენ გელოდეთ და თქვენ თუ მას ელოდეთ, ესე მთელი ცხოვრება გაილევა და ელოდეთ ერთმანეთს ცხოვრება და ასე იქნება. მოკლედ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. კარგად იყავით, ჩემოძვირფასება. ნახვამდის.